მოგესალმებით, დღეს ჩვენ მოვამზადებთ სამ სხვადასხვა კერძს ერთი და იგივე პროდუქტით. შევეცადეთ წავტეულიყავით შეღავათიან ფასებში. ეს პროდუქტი დაჟდა მიახლოებით 20-22 ლარი. დავიწყებ მომზადებას. კამასოკოა, პომიდორი, ბოსტნეული, მწვანილი, ნიორი, სოიო, ტანელებლები და სოკოს ბულიონი მაქვს იქ წოთ. ეხლა დავიწყებ მომზადებას. ეს დავჭათ ჩაშუშულისთვის. ეს არის ჩაშუშულისთვის, ვწვით ცოტა ყვილად ალყა. ყველა ინგრედიენტი დავჭრი, მომამზადებ და მე სამივე კერძის მომზადებას ერთად დავიწყებ. აი ესე 4-ხად დავჭათ სოკოს სუპისთვის. ცოტა დიდებად რა შედარებით. სოკო არის დამუშავებული, გარეცხილი, კანი აქვს მოცლილი. ეს გავაკეთოთ სოკოს სუპისთვის და ეს მინდა სამად რო გავყოთ რა ესე ტორტილასთვის. მოკლედ სოკოები დაჭრილი არის. სუპისთვის სოკო გავჭერი 4 ნაწილად, ჩაშუშულისთვის სოკო დავჭერი წვრილად ალყა და ტორტილასთვის ხილნაჭრებად. რო გადავახვიოთ ბოსტნეულთან ერთად. ეხლა დავიწყებთ ბოსტნეულის დაჭრას. შესაბამისად სამივესთვის, სტაფილო ჩაშუშულისთვის. ზოგადად ჩაშუშულს სტაფილოს არ უკეთებ ხოლმე, სოკო ჩაშუშულს. მაგრამ დღეს მოდი ესე გავაკეთოთ. წითელი ბულგარული. მწვანე ბულგარული. ყველა ინგრედიენტი თითქმის ერთი ზომის უნდა იყოს. რაგაც მოითუშო, სტაფილო შეგიძლიათ ოდნავ წვრილად დაკეპოთ, ან მაშინ ტაფაზე მოგვიწევს ცოტა ადრე დაყრა ხოლმე, მეტი დრო ჭირდება შედარებით ბულგარულთან და სოკოსთან. ეს ხახვი, ჩაშულის პომიდორის დაბლენდერება მოგვიწევს, ბოსტნეული დავყაროთ. ჩაშულის ბოსტნეული და სოკო დაჭრილია. ეხლა გვჭირდება სოკოს სუპისთვის. ოდნავ სიგრძეებად დავჭრი. ბულგარული პატარა კუბებად. ну რა თქმა უნდა შეიძლება იქ მერე ვიღაცას გაუჩნდეს ის რომ რატო ეს არ აქვს, რატო ეს არ აქვს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, შევეცადე ყველაზე დაბალი ხარჯით შეძლების დაგვარად გემრიელი პროდუქტი მოგომზადებინა. მთელი ბულგარული ეხლა მწვანეს დავჭრით. ამას ვამზადებთ უკვე სუპისთვის, წვნიანისთვის. ხახვი. ამის პირველი საათი არის, ამიტომ არავინ არ არის ჩემ გარდა სამზარეულოში. გადამღები იყო და ისიც გამექცა. აგერ სოკოს წვნიანის ინგრედიენტები. ახლა თქვით, რომ სამივეს და იგივე ინგრედიენტები უნდა გქონდეს, ამიტომ პომიდორს სოკოს სუპშიც გამოვიყენებ. ისე არ ხმარობ სოკოს სუპში. ბულგარულები შეგიძლიათ დიდებად დაიჭრას, ალყა. სტაფილო სიგრძეებად. ცოტა მოწყენილი გარემოა ჩემს გარშემო, მაგრამ სულ ესე პროფილიდან მიწევს გადაღება. ამ ერთხელ გვაპატიეთ და შემდეგში გამოვასწორებთ. სამივე კერძის ინგრედიენტები დაჭრილია. ნელ-ნელა უკვე გადავალთ გაზისკენ. ბოლოს წვანილს, ნიორს და ასე შემდეგ ბოლოს უკეთე და ბოლოს გავაკეთე მის დაჭრას. დავიწყებთ ჯერ სოკოების და ბოსტნეულების მოთუშვას. ესე იგი, როგორც წეგან თქვი, სამივეს მომზადებას დავიწყებ ერთად. ზეითუნის ზეთი დაგჭირდება სამივეში. პირველი სოკოს ჩაშულის ბოსტნეული. ხახვი, ბულგარულები და ასე შემდეგ. ყრით აქ. ეს ჩაშუშულისთვის დავყარეთ. ერთ კოს გამოვიყენებ, რადგან ინგრედიენტები ერთია. ეხლა აქეთ დავყრით სოკოს სუპის ბოსტნეულს. აქეთ ეს თუ კაი გახურებულია, დავყრით უკვე ტორტილას ბოსტნეულს. ამას ცოტა მაღალზე ავწევთ, სოკოსაც დავყრით, ერთად ჩაითუშება. მოკლედ, მეგობრებო, თუ ისეთი ტაფა გაქვთ, რომელსაც თავსაფარი არ აქვს, შეგიძლიათ რამე დააფაროთ, 4 თვით უგჭირდებათ ამის მოსაყვანად. აქეთ სოკოს სუპის ბოსტნეული ითუშება, აქეთ სოკოს ჩაშუშულის. მანამდე ჩვენ შეგვიძლია დავაბლენდეროთ პომიდორი. მოდი აი ცოტა დიდი ავარჩიოთ. ბლენდერი წინა ვიდეოდან დავსვამდი თავის ადგილზე იდო. აქეთ არ დაგვეწვას რამე. პომიდორი დავაბლენდერებ ჩაშუშულისთვის. ბოსტნეულები მოითუშა, ჩაშუშულისაც და სოკოს სუპისაც, ამიტომ ყრით უკვე სოკოს. ეს სამკუთხედებად დაჭრილი სუპისთვის. თავიდან სოკო ბევრია, მაგრამ პატარავდება და მასება არ შეგაშინოთ. აქეთ ტორტილას ბოსტნეული რაშება. ითუშება აქეთ ყველაზე კარგი მდგომარეობა. მოკლედ დღეს ოპერატორის გარეშე გვიწევს და მჭამელების გარეშე გადაღება, მაგრამ გამოვასწორებ. გვიანია და ცოდოა ხალხი. შეფები არ არიან ცოდოები. მოკლედ სოიო სოუსს დავამატებ სოკოს სუპისთვის ცოტას და ტორტილას ბოსტნეულისთვის ცოტას. ტორტილას ცოტა საუწევთ, მოითუშა და ამას ცოტა მოწყალვა უხდება, არ მოიბრატოს ოდნავ.
ჩაშულის ბოსტნეულს ყველაზე მეტად უჭირს. ცოტა მოძილებად არის დაჭრილი. სოკოს სუფიც მალე იქნება. და ტორტილას ბოსტნეული ძალიან მადლი საუბრელად გამოიყურება. პომიდორი გზლად დავჭერით ტორტილასთვის. ისე. დავამატებ. ყველაფერი კარგად არის. აქეთ სოკოს სუპისთვის ბოსტნეულს ალბათ 1 წუთი გადაჭირდება. ჩაშაშული ისე კარგად მიდის. ესე იგი, ტორტილას ბოსტნეული მზად არის, სოკოც მოწალულია. დავამატებ მხოლოდ მწვანე ხავხს. ამას გადმოვიდავთ, გავაგრილებთ. აქ ვამატებთ ცოტა პილპილს, ნიორს და მარილს. ვენახე. ეხლა რაც შეეხება სოკო მოითუშა ბოსტნეულთან ერთად, უნდა დავუმატოთ ბულიონი. თუ დაგაინტერესებთ ამ ბულიონს როგორ ვამზადებ, რაღაც ქიმიები და სტუდი დანამატები არ შეურიოთ ხოლმე, დამიწერეთ კომენტარებში და გეტყვით. ბულიონი დავამატეთ, დაველოდებით მოწალვას, მაგდაც არ არის. ეხლა ჩაშაშულის ბოსტნეულიც უკვე მოთუშულია, დაფილოც მაგარი. შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი დაბლენდერებული პომიდორი. ჩაშულები უნაირად შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგვიძლია პიტნით გავაკეთოთ, შეგვიძლია ღვინით გავაკეთოთ, ტარხუნით და ასე შემდეგ. დღეს რადგან ეკონომიურად მოგვემზადებინა, გადავწყვიტეთ რომ უკრათ ხოროთ ოხრახუში რეჰანი, პომიდორი, სოკოსს გავუკეთებთ, მწვანე ხავხს, კამას და ქინძს. პომიდორი არ მინდა რომ ძალიან ჩაკვდეს ამ სუპში. ამიტომ ეხლა დავუმატებთ ძალიან არ მოვთუშავთ. ზოგადად სოკოს სუპს საერთოდ არ უშვებ პომიდორს, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე რომ გავსინჯო 100. ჩაშაშულიც ჩაიშუშა, სოკოს სუპიც ცოტა ხანში წამოთუხტუხდება. იწყებთ მწვანილის დაჭრას. როგორც გითხარით, ქინძი, მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში გაუკეთდება. ძირების ხარეს, ანუ მაგარ ხარეს ვაჭრით. ოხრახუში და რეჰანი არის ეს გაუკეთდება ჩაშაშულს. მე უფრო არხონას ამ პიტნას ვანიჭებ, ხოლმე დიდ უპირატესობას, მაგრამ დავუმატოთ მწვანილი. ვამატებთ აქ ნიორს, ოჯახში პირობითად კეთდება კერძი, რომელსაც შემდეგ მაცივარში ინახავთ. ეცადეთ რომ მწვანილი ან არ უქნათ, ან თუ უზავთ, იმდენ ხანს ადუღოთ რომ მწვანილი ჩაყრის შემდეგ ქაფს რომ იკეთებს, სანამ ეს ქაფი არ დამთავრდება ამ ქაფის წარმოება, მანამდე იხარშოს. რადგან ამჟავებასაც ხელს უშლის ეს. მოკლედ, სოკოს სუპს გავუკეთეთ, პილპილი და მარილსაც დავუმატებთ. ეხლა გადავდივართ ოხრახუში და რეჰანი, როგორც გითხარით, ეს ჩაშაშულზე. ეს ჩაშაშული აქ სოკოს სუპი თუხტუხებს. ჩაშულს მწვანილი აქ ხო რომ დავუმატეთ პილპილს, მარილს და ნიორს. ჩაშული მომზადდა, შეგვიძლია გავსინჯოთ ცოტა ხანში. სოკოს სუპიც მომზადდა. ბოსტნეული სუპს ზოგადად როგორც აკეთებთ, ეცადეთ რომ ბოსტნეული არ ჩაიძიოს. ბოსტნეული თუ ჩაიძილა, ესე გადაიხარშა. უნდა ტივტივებდეს. აი როგორც აქ ტივტივებს, ესე უნდა ტივტივებდეს. წინაში ბოსტნეული. მოვიტანეთ ჩვენი მომზადებული ტორტილა, მე გამოვცვალია. ადვილია და ძალიან კარგი გამოდის. შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ თქვენ. ეხლა ჩვენ მოდი გაზი ავანთოთ. ცოტა ზეც დავასხავთ ტაფას. მანამდე აქეთ გადავახვიოთ ეს. მანამდე 2 ცალი დაგვჭირდება. ასე ვთქვათ რაღაც ვეგანურ ბოსტნეული შაურმა გავაკეთოთ რა. სალატის ბოთლების და რაღაცეების გარეშე. ეს ერთი. ეს მეორე. მოდი გადაგვაქვთ ტაფაზე. და გადაიბრაცოს. შეგიძლიათ პატარა პრესი გამოიყენოთ ისეთი რომ ნუ ძალიან არ დაიჭყრიტოს. ეს სოკოს წვნიანის თებში, ეს სოკოს ჩაშაშულისთვის. ანუ ეხლა რასაც გასწავლით, ეს არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი. მე ჩემს ყოველ შემთხვევაში მარტივია და თქვენც არ გაგიჭირდება თუ ჩემ ვიდეოებს ზედმიწევნით მიყვებით. ნელა უკვე გაიხრაშუნა ხდება. რა უნდა თქვოთ, რამის 2 საათია ამ ვიდეოს წერ და იმედია გამოწერის ხილაკზე არ დაგავიწყდებათ. დაჭერა და გამოგვიწევთ. რადგან უფრო მეტი სტიმული მომეცეს, იაქტიურეთ და მეც გულს არ დაგწვეთ, აუცილებლად ვიაქტიურებ. ეს ძალიან ხოშიანია. მოკლედ ერთი კერძი, ეს თან ერთი პორცია არ არის, მეტი გამოდის რა. ეხლა სოკოს სუპი მაგალითად 2 დამითებშიც შეიძლება გამოვიდეს და ესეც სოკოს ჩაშაშული. ბოსტნეულთან ერთად. ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან კაი სუნი აქვს. მიხედავთ იმისა, რომ მე უფრო პორცია მიყვარს, მაგრამ პირველი პორცია გამოვიდა, თითქოს ყველა კერძი შეიძლება ის გავჭრათ. ძალიან კარგად გამოიყურება ახლა. წვნიანიც არის, ბენიერია. ესეთია. აი ეს ტორტილა. ესეც სოკოს წვნიანი, როგორც გითხარით, უნდა ტივტივებდეს ბოსტნეულში. მოკლედ, ეხლა გავსინჯოთ სოკოს წვნიანი, სოკოს ჩაშაშული. სოკოს ჩაშაშულს გადმოვიდეთ პატარა თებში, რომ ამდეს
ამდენად ვერ შევჭამ. ცოტა შეგრილდეს თან სოკოს სუპიც. სოკოს სუპი გამოიყურება რაღაც ძალიან კარგად. მოდი დავიწყოთ ტორტილათი. ძალიან მაგარია. ძალიან კაია თორსა. პროსტა არა რუსეთს და არა რუსულს ყველაფერს. უბრალოდ ამის 2 საათზე ამდენი ამისჭამა. ცოტა უხერხული საჭმელიც არის. მოკლედ, შემდეგ სინჯაუს სოკო ჩაშუშულს ეს ძალიან მაგარი იყო. იმიტომ არა მე რო გავაკეთე. ანუ ბოსტნეულის ესეთ ვრაპებს და რაღაც ტორტილებს და სავჭამ ხოლმე და ძალიან მომეწონა. მოკლედ, სოკო ჩაშუშული ძალიან კაია. როლ ჩემთვის ცოტა მეტ სიცხარეს ელემენტებს დავამატებდი. და ნუ მე მაინც ან პიტნით, ან ტარხუნით, ან უფრო მაკეთკენ მირჩევნია, ვიდრე რეჰანი და პომიდორი. მაგრამ ძალიან კაი გამოვიდა მართლა ეს. ვისაც გიყვართ რეჰანი, პომიდორი და ასე შემდეგ, ან უფრო ზაფხულის გემოები შეგიძლიათ ესე მოამზადოთ. ეხლა გავსინჯოთ სოკოს სუპი. მე ხორცი კი მიყვარს, მაგრამ შეიძლება ბოსტნეულმა გადამძალოს რა, თუ ესე გავაგრძელეთ, ძალიან კაია. რო ძალიან ცხელია. ესე იგი მეგობრებო, ჩვენ გავაკეთეთ 20 ლარში 2 ტორტილია, ვრაპი, ბოსტნეულით, 2 პორცია სოკო ჩაშაშული და 2 მოზრდილი წვნიანი სტეპში სოკოს სუპი. დღეს ესეთ გემრიელ ფონზე გემშვიდობებით და დაგვიწერეთ კომენტარებში, გვირჩიეთ, რომელიმე კერძი, რომელიმე კუთხის და თანხაში ჩავჯდეთ და ასე შემდეგ რა.